აი რა მაგარი რაღაც გასწავლოთ. როცა ადამიანი დილით საკვებს არ იღებს, ანუ არ საუზმობს, 33%-ით უფრო მიდრეკილი არის ღიპის არსებობისკენ, ვიდრე სხვები და უფრო ჭარბწონიანი ხდება. აი, როგორ? გეტყვით. როცა თქვენ დილით საკვებს არ იღებთ, სისხლში მაღალი გაქვთ შემცველობა კორტიზოლისა. კორტიზოლი პასუხისმგებელი არის იმაზე, რომ გლუკოზის რაოდენობა სისხლში იყოს ნორმალური, მაგრამ ასევე ხელს უწყობს ცხიმის ჩალაგებას მუცლის არეში, ანუ ღიპის განვითარებას. და მეორე მხრივ, როცა თქვენ დილით საკვებს არ იღებთ, მთელი დღის განმავლობაში გიგროვდებათ შიმშილის ჰორმონი გრელინი, რაც ბუნებრივად მერე გაიწვევთ, რომ შუადღიდან საღამოს მიიღოთ მაღალკალორიული საკვები. ამის საპასუხოდ მე სხეული გამოყოფს ძალიან ბევრი ინსულინს და ინსულინის პიკის ფონზე საკვებში არსებული როგორც ნახშირწყლები, ასევე ცხიმები ორივე ერთად ჩალაგდება როგორც ცხიმი მუცლის არეში. ანუ ის კი არა მთავარი თქვენ დღეში რამდენჯერ მიირთმევთ, ან რა რაოდენობით მიირთმევთ, ასევე ისიც თუ დღის რომელ მონაკვეთში მიირთმევთ. ასე რომ დილის საუზმე არ გამოტოვოთ, თუნდაც რომ ღიპი არ გქონდეთ. ეს ვიდეო ასევე გავუსერეთ სხვებსაც. და კიდევ, თუ თქვენ დილის საუზმეს გამოტოვებთ, ეს ვიდეო მოიწონეთ და თუ დილაობით საუზმოთ, მაშინ აუცილებლად დააგურეთ. დილის საუზმე აუცილებელია.